ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილი 30 ლარიან ვაუჩერების დღემდე ელოდება. ვაუჩერების მოთხოვნით კავკასიონის ქუჩის მცხოვრებლებმა 2 თვის წინ საპროტესტო აქციაც გამართეს. რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი გოგრიჭიანის განცხადებით სამინისტროში სია განმეორებით გაიგზავნა, თუმცა დაურიგდება თუ არა მოსახლეობას ვაუჩერი, ამაზე პასუხი არ აქვს. ვაუჩერი არ მემიღია არც წელს და არც შარშან. შარშანაც მითხრეს მოგცემთო, მაგრამ არ მოუწიათ. მითხრეს ჯერ სიაში არ ხარო და წამიკითხეს მათი სახელები, ვინც ჩემსავით არ იყო სიაში. მითხრეს აქ აღარ მოხვიდა, ჩვენ თვითონ მოგიტანთ ვაუჩერსო. უკვე ახალი წელი მოდის და ჯერ კიდევ ველოდები. გამოჩენილი იყო 104 კაცი, რომელთა სია ჩვენ გადავეცით შესაბამის უწყებას. და მათ დაბეჭდეს ვაუჩერები დამატებით. სამწუხაროდ ჩამოგვივიდა 98. როდესაც ჩვენ გადავამოწმეთ, მათ აგვიხსნეს, რომ იყო ტექნიკური პრობლემა. ერთი კვირის წინ კიდევ დაუკავშირდი იგივე პრობლემაზე და მათ მითხრეს, რომ აი შემდგომ ორშაბათს გადაუგზავნო იმ ადამიანების მონაცემები, რათა თავიდან შეიყვანონ მონაცემთა ბაზაში და შეიძლება მოიძებნონ და მიიღონ ეს ვაუჩერები.